გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია შეკვეთილშიც გაიმართა ივანიშვილის რეზიდენციასთან. პარალელურად კი შეკვეთილში გრძელდება შიმშილობის აქციაც. 3 ადამიანი უკვე მე-13 დღეა შიმშილობს და იქ ათენებს ღამეს. ერთ-ერთ მათგანს საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ექიმების დახმარებაც დაჭირდა. აქციაზე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მიტინგის მიმდინარეობისას სცენაზე ავიდა და გამომსვლელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აქციის მონაწილეების თქმით, ეს ხელისუფლების პროვოკაცია იყო. ორგანიზატორები გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურებიან, თითქოს მოშიმშილეები საკვებს იღებენ. მათი თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ასევე პროვოკაცია. Policja, na sagie! ჩვენს ერთ-ერთ აქციის ორგანიზატორს მიყავდა ჩვეულებრივად აქცია მიკროფონთან და ოცნების ლოგოთი ქუდზე, სავარაუდოდ არის ქართული ოცნების აქტივისტი, ნასვამ მდგომარეობაში ავიდა სცენაზე, მიაყენა შეურაცხყოფა წამყვანს, ხაზდაც მოუკიდე ხელა გამოვიყვანე ხალხიდან გარეთ და მეც მომაყენა ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა და სავარაუდოდ პოლიცია მიიღებს შესაბამის ზომებს. ყოველ საღამოს აქ მორიგეობით რჩებიან ბიჭები, ყველა კარავში 5-10 კაცი და ეს კადრები, რომელიც გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის კამერით არის გადაღებული ზუსტად დენდროპარკის შესასვლელთან, ანუ იქეთა კარავთან. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ გიორგი გახარია უნდა გადადგეს ერთადერთი მოთხოვნა და ის რაც ბიძინა ივანიშვილმა ჩაიდინა ეს რა ვიცი, რაც მეუბრივად ამ ადამიანზე მაღლა, აი თავისი ზებრა და პინგვინიც კი დგას და ჩვენ შიმშილობთ ამ ადამიანებისთვის.